სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. ადამიანი როგორც პიროვნული არსება, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი აზროვნებს, იგი თავისუფალია და იდეალურ შემთხვევაში უნდა იყოს განმგებელი ბატონი თავისი ბუნებისა, თავისი ინდივიდუალიზმისა, თავისი ხორცისა, თავისი სულისა, სულიერი და ფიზიკური ძალებისა, ხასიათისა, ემოციებისა, ინტელექტისა, გრძნობებისა, მიდრეკილებებისა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი როგორც პიროვნება უნდა მაღლად იდგეს თავის ბუნებაზე, თავის ინდივიდუალიზმზე, თავის ეგოიზმზე, თავის სიმართლეზე. თუ ამას ადამიანი ვერ მოახერხებს, ის მაშინ ვერ რეალიზდება როგორც ქრისტიანი. ღმერთი ასეთია. ღმერთი ასეთია, იგი პიროვნული არსებაა და ჩვენს ამგვარად შევქונה. და პიროვნებას არაფერი ისე არ ახასიათებს ისე კარგად, ისე სიღრმისეულად, როგორც ერთ-ერთი საღვთო თვისება, რომელსაც ქვია სიყვარული. მაგრამ ამ თვისებამ ძალიან სერიოზულად განიცადა დეგრადირება ამ სოფლიურ აზროვნებაში. სიყვარული, რომელიც უპირატესად სწორედ პიროვნული თვისებაა, სიყვარული, რომელიც როგორც ამ სოფლის სული ხედავს მას, ის სხვა რამეა და ის სიყვარული, სწორედ რომელიც ახასიათებს გონიერ არსებას, როგორც პიროვნებას, სხვა რამეა. პიროვნული უმთავრესი გამოვლინებიდან პიროვნება თავის თავს როგორც სიყვარული ისე რო ამჟღავნებს და ისე ავლენს, რომ ღმერთი არის სიყვარული. ამა სოფლის სულმა ის ბუნების თვისებად, უბრალოდ ინდივიდუალიზმის მახასიათებლად წარმოაჩინა და შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ პრინციპში სიყვარულს უწოდებთ იმას, რაც ჩვენ სიამოვნებს. მათ შორის შვილისადმი სიყვარული, მეუღლისადმი სიყვარული, მეგობრისადმი სიყვარული, პატრიოტიზმის სიყვარული, ხშირ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ აღფრთოვანებულები, აჟიტირებულნი, ემოციურად რაღაც ტონუსში მყოფნი ვართ, როდესაც ეს გრძნობა გვაქვს. და ეს მე ყველაზე უკეთესში ჩამოვთვალე, თორე არსებობს სიყვარული სასმელისა, ნარკოტიკისა, ცხოველის სიყვარული, გათანაბრებული ადამიანის სიყვარულთან. ეს არის სწორედ ეს, რაც ადამიანს სიამოვნებს, ამას სიყვარული დაარქვა. მაგრამ სიყვარული არის ღვთაებრივი თვისება, რომელსაც ღმერთი როგორც პიროვნება ავლენს და მისი უმაღლესი გამოვლინება იყო, რომ მოვიდა ადამიანად ჩვენთვის მოკვდა ჯვარცმა და ის თავგანწირვაში და სწორედ ინდივიდუალიზმის გაწირვაში, ბუნების გაწირვაში ვლინდება სიყვარული. ზუსტად აი აქ არის ზუსტად პიროვნულობის გამარჯვება, რომ შენი თავის გაწირვაც კი შეგიძლია, რომლითაც არსებობს შენი პიროვნება, ჩემი პიროვნება, ჩემი ბუნებით არსებობს, იმის გაწირვაც კი შემილია. აი ეს არის სწორედ პიროვნული ყოფიერება და აი ეს არის სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება ზუსტად. ამიტომაც არის მარხვა აუცილებელი. თანამედროვე ქრისტიანებს ესეც ეზარებათ ხოლმე. ესმით ესეც ეზარებათ. კი, თუ რაღაცა განსაკუთრებული ჯანმრთელობის რაღაც მდგომარეობა სხვა არის, მაგრამ როცა აი უფრო მეტად რაღაცა დისკომფორტი, დიახაც მარხვამ დისკომფორტი უნდა გაგაცდეინოს, აბა. დიახაც უნდა შეგაწუხოს. დიახაც უნდა პრობლემები არა ჯანმრთელობის გულისხმობ. ჯანმრთელობის სიტუაცია როცა იქ სხვა არის. ხო და ადამიანებს თანამედროვე ახალგაზრდებს განსაკუთრებულად ხშირად ესეც ეზარება. გულგრილობა, ეს არის გულგრილობა. ეკლესია რო გიწესებს, სიწყვილა კი არ გიწესებს. იმიტომ რომ ეკლესიას უნდა შენ როგორც პიროვნება ჩამოყალიბდე და კუჭზე თუ ვერ გაიმარჯვე, სიამეთ მოყარეობაზე, გემოს მოყარეობაზე თუ არ გაიმარჯვე, რაზეა საუბარი საერთოდ. ხო და აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიყვარულზე, სიყვარული არის ნამდვილი სიყვარული ის, რაც ყველაზე მეტად უნდა იტაცებდეს ჩვენს შინაგან მისტიკურ სამყაროს, ანუ გულს. ყველაზე მეტად უნდა მიბმული იყოს მასზე ჩვენი შემეცნების უმთავრესი უნარები, გონება. გესმით? აი ეს და რა თქმა უნდა, როდესაც ღმერთთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, სწორედ სიყვარული უნდა იყოს ის წარმმართველი, ასევე მოყვასთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ქრისტიანობაში ეს ერთ და იგივეა, იმიტომ რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და პედესტალზე ჩვენთვის, მოდი ასე რომ ვთქვა, დგას არა ღმერთი, არამედ ღმერთ კაცი.
ღმერთი და ადამიანი ერთდროულად. ამიტომ გიყვარდეს ღმერთი ნიშნავს გიყვარდეს ადამიანი, გიყვარდეს ადამიანი ნიშნავს გიყვარდეს ღმერთი. ესია ქრისტიანობაში. და სწორედ ეს არის ჩვენი პიროვნების უმთავრესი მახასიათებელი. ამაში უნდა გავიზარდოთ და ამაში თუ არ გავიზრდებით, ყველაფერი დანარჩენასაც ჩვენ ვაკეთებთ. სასწაულებს რო ვახდენდეთ, აი სასწაულებს. ისეთი ლოცვა ქონდა, ხელი დაადო მორჩა. და რავით, იწინასწარმეტყველო და დაღუპული ადამიანია ასეთი. იმიტომ რომ ცხონება და გადარჩენა არის სიყვარულში რო შედიხარ ვითარცა სიყვარული. მზეში რო შედიხარ ვითარცა მზე. გესმით? აი ეს თუ ეს არ მოხდა ჩვენში, ჩვენთვის სასუფეველის კარები დახურული. პავლე მოციქული ბევრს საუბრობს სიყვარულზე ზოგადად, მისი ცნობილი ჰიმნი იცით კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. თუ რა არის სიყვარული და საერთოდ ეს პავლე მოციქული მართლაც პავლე მოციქულმა თავის ცხოვრებით დაადასტურა, თავის ცხოვრებით ბოლომდე თავგანწირვით მას თავი მოკვეთეს, იგი იდევნებოდა ყველასგან აბსოლუტურად. არა მარტო იუდეველებისაგან, არა მარტო წარმართებისაგან, არამედ ქრისტიანებისაგანაც კი იდევნებოდა. შიგნით საკუთარი ძმებისაგანაც კი იდევნებოდა პავლე მოციქული. მასაც ვერ უგებდნენ საკუთარი ძმები მათ შორის. და იგი ბოლომდე ერთგული რჩება ღმერთისა და ერთგული რჩება ღმერთისა იმით, რომ მას უყვარს ღმერთი და მას უყვარს ეკლესია და მას უყვარს ადამიანი თავგანწირვამდე, რაც თავის ცხოვრებით დაადასტურა. ამიტომ მისი სიტყვები, პავლეს სიტყვები სიყვარულის შესახებ არის აბსოლუტურად სანდო და ის უძლიერესად, უმძლავრესად მოქმედებს ჩვენს გულებს. აი დღეს რომელთა მიმართ ეპისტოლედან აღმოვიკითხეთ, მერვე თავია ეს სწორედ სიყვარულზე საუბრობს პავლე მოციქული. და სიყვარულიდან გამომდინარე საუბრობს ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაზე მისტიკურ ჭრილში, თუ რა საიდუმლოებასთან აქვს საქმე, როცა ღმერთი და ადამიანი ურთიერთობს. ესეთ რამეს ამბობს პავლე მოციქული. ჩვენ ვიცით, რომ ღვთისმოყვარეთ, აი ჩვენ ვიცით და უკვე ყურადღებას იპყრობს. პავლე რო იტყვის, ვიცი, ხო რა იცის პავლე მოციქულმა, ხო უნდა ვიცოდე, იმიტომ პავლე რაც იცის, ის უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ვიცით, აბა რას მეტყვის პავლე. და მე აგზელებ, რომ ღვთისმოყვარეთ და ესე იგი, ვის მიმართავს პავლე? იმას, ვისაც ღმერთი უყვარს. ჩვენ ვიცით, რომ ღვთისმოყვარეთ და მე ჩემ თავს უყურებ და ხედავ რომ აი ხო პავლე საუბრობს იმაზე, ვისაც ღმერთი უყვარს და რა ვიცი აბა? რა ვიცი მე? მე ხო არა ძალიან კარგად ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. სად ღვთის სიყვარული ჩემგან, რომელიც საერთოდ ახლოსაც არ მოდის ხო ის რასაც ქრისტიანობა ასწავლის. ამიტომ ეს ბუნებრივია, რომ უკვე მამწუხრებს, მაგრამ ქრისტიანი იმიტომ არის ქრისტიანი, რომ ის უკან არიხევს, ის იბრძვის, უკან დახევა ისევ პავლე მოციქულის სიტყვებია ჩვენი საქმე არ არის, დიახაც დღეს ვერ ვარ ისე, მაგრამ მე უკან დახევას არ ვაპირებ, ამიტომ ბოლომდე ჩავწყვდები, რომ მე დღევანდელი დღეც ეგება დამეხმაროს, რომ უკან არ დავიხიო და არა მარტო არ დავიხიო, არამედ გავმყარდე იქ სადაც ვარ და არა მარტო გავმყარდე, არამედ ცოტათი წინ წავიწიო. ჩვენ ვიცით, რომ ღვთისმოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით, ანუ ღვთის განზრახვით არიან ხმობილნი, ღვთის განზრახვით. ანუ ღმერთმა განიზრახა, რომ მე დავეძახებინე. ამიტომ მე რო აქ ვარ, იმიტომ კი არ ვარ, რომ შემთხვევით აღმოვჩდია. პავლე მეუბნება, რომ მისი განზრახვით ვართ მოსული, მან განიზრახა, ხმობილი დამიძახა და პავლე მეუბნება, მან მოგეშევს, ყველაფერი შეეწევა სასიკეთოდ. შეიძლება ეთქვა, რომ რომელიც მისი განზრახვით არიან ხმობილი, მათ ყველაფერი კეთილი ექნებათ ამიერიდან. არ ამბობს ამას. ყველაფერი კეთილი ექნებათ. ყველაფერი სიხარული ბედნიერება ექნებათ. არ ამბობს. ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. ანუ განსაცდელებიც იქნება ჩვენ ცხოვრებაში, ოღონ ისიც სასიკეთოდ შეგვეწევა, გესმით? ამას გვეუბნება პავლე მოციქული. რადგან ისინი ვინც წინასწარ ცნო, რას ნიშნავს წინასწარ ცნო? სამყაროს შექმნამდე სხვა ადგილას იტყვის პავლე მოციქული. სანამ შეიქმნებოდა galaktikები, სანამ უფალი იტყო და იქმენ ნათელი, მანამდე თითოეულ ჩვენგანს ღმერთი იცნობს. წინასწარ ცნო აბას ნიშნავს. ვინაიდან წინასწარ ცნო აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად. ჩვენ ვართ ქრისტეს მსგავსნი. ქრისტე დაიბადა 2000 წლის წინ. ადამი და ევა კიდო გაცილებით ადრე, ხო?
მაგრამ ადამი და ევა შეიქმნა 2000 წლის წინ მერე რომ დაიბადებოდა ქრისტე. ადამი შეიქმნა ქრისტეს მსგავსად, როგორც სულიერად ღმერთია, ხო? სულიერი თვისებებით, გონიერებით, თავისუფლებით და შემდეგ, არამედ ხორციელათაც ქრისტეს მსგავსად შეიქმნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება ქრისტიანობაში. ქრისტე, რომელიც 2000 წლის წინ დაიბადა, მხოლოდ ის არის პროტოტიპი ყოველი ადამიანისა. მის მიერ ვართ შექმნილები, ჩვენ ამას ამბობს პავლე მოციქული მისი ძის ხატის მსგავსად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმათა შორის. ანუ პირმშო პირველია ქრისტე. ქრისტე არის ჯერ და მერე არა მარტო ჩვენ, არამედ ადამიანიც, ანუ ქრისტემდე დაბადებულებიც ყველა არის ქრისტედან გამომდინარე. ის ვინც ჯოჯოხეთში ქრისტე შეიცნო, როცა ჩავიდა ფალი ჯოჯოხეთში. და უბრალოდ ვინ ვართ ჩვენ მისი ძმები, ანუ ძმები დები თავისთავად ცხადია, ანუ მისი მამიშვილები, ანუ ქრისტეს ძმები და დები. ის პირველია. ხოლო რომელიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო. ნახეთ, სამყაროს ქმნის ჩემთვის და როდესაც სამყარო დროში, ღმერთი ხო დროის გარეშეა, ღმერთთან დრო არ არის. ანუ ღმერთი ყოფიერებს სხვანაირად, მე სხვანაირად. და მე ამ ყოფიერებაში რო ვარ, როგორც კი მოვიდა ჩემი დროის მიხედვით, წინასწარ არჩეული ვარ მე, დამიძახა. როგორც კი მოვიდა, დაიბადე, მოდი. ეხლა აქ ამ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ წინასწარ განსაზღვრულია ეს არა. ჩემ თავისუფლებას ეს არ ეხება. ეს უბრალოდ არის მარადისობისა და დროის ვერ შეთანხმება ლოგიკურად. შენ თავისუფლებას არავინ გართმევს, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის განსაცვიფრებელი პასუხისგებლობა და სიტყვება. სად ვიყავი შენს მიერ შერჩეული, სად მხედავდი და ახლა დამიძახე. ესე იგი ეს სამყაროს ეს 1000 წლეულები ეს ყველაფერი გადის ეს უზარმაზარი კოსმოსი და ამ დროს შენ მელოდები მე და დაიბადა, მოდი ჩემთან. გესმით ეს რა საოცრება, ამის განცდა, ამის ბედნიერება. რომლებიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, რომელიც იხმო, იგივენი გაამართლა. რას ნიშნავს გაამართლა? ნაგავი ვარ, იცის, ხედავს და მამართლებს. რითი გამამართლა? თან ისე კი არა სიტყვით. მოვიდა და მოკვდა და გამართლებ იმით მეუბნება, რომ რაც შენ გეკუთვნო და იმის მაგივრად მე მოვკვდი. შენ რო სიკვდილის, ანუ მარადიული ჯოჯოხეთის ღირსი რო იყავი, შენი უხთოობის გამო, მაგის მაგივრად მე მოვკვდი. ამას ნიშნავს გამამართლა და რომელიც გაამართლა, იგივენი განადიდა და განმადიდა, არ განმადიდა. არ განგვადიდა ქრისტე რო შემოდის ჩვენში, საღვთო ნათელი რო იმკვიდრებს. გრიგოლ ხანძთელის დარად იესოს ლოცვის წარმოთქმის სურვილი რო გაგიჩნდა. რო წირავ ისე როგორც უდიდესი წინაპრები და მოციქულები რო წირავდნენ და აი ეს განდიდება არ არის? ამაზე მეტი განდიდება რა შეიძლება იყოს? მე რა სიტყვით ამაზე? თუ კი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ ვიღაა ჩვენ წინააღმდეგ. ნახეთ, სადა გვიყვანა და ამ დროს ადამიანი იწყებს წულწუნს. აი, ზოგი საერთოდ ჯადო გამიკეთეს წულწუნებს და სასაცილოა უბრალოდ, სასასირცხმილია. და მე ახლა ჩვენი წულმანი ვნებები, სასიკვდილო ცოდვებიც კი, ანუ როცა ადამიანი, ესე იგი, ეშმაკი გვერდვის გასაგებია და გვაცდუნებს ეშმაკი, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, რომ თუ ღმერთი ჩვენსკენ არისო, ვინ შეძლებს ამას? ვინ იქნება ჩვენ, ვინ გაბედავს? მე რომელიც საუკუნებით ადრე და 1000 წლეულებით და საერთოდ სამყარო შექმნა და გავამარჩია, მე აი დაიბადა, დამიძახა, მომიყვანა, განმადიდა, ჩემში შემოვიდა როგორც ტაძარში. და ვიღაცა შეუძლია ან რაღაცას მე დამამარცხოს, თუ მე არ უღალატე ქრისტეს. ამიტომ ჩვენი ყოველთვის ცოდვაში ჩავარდნა იქნება თუ ცუდი ქრისტიანობა თუ გულგრილობა თუ პრობლემები, ეს არის ჩვენი ღალატი უფლისა. იმიტომ რომ სხვას არავის არ შეუძლია, ასე ამბობს. ვის შეუძლიაო? ვინ არის ჩვენ წინააღმდეგ? ის ვინც თავისი ძე არ დაინდო, რომ არამედ ყველა ჩვენგანისთვის გაწირა იგი, როგორ არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს ქრისტე ჩემთვის მოკვდა და რას არ ყველაფერს მომცემს. ვინ გაამტყუნებს ღვთისრჩეულთ, თვით ღმერთი ამართლებს მათ. ანუ ვინ არის მსჯავრდები, სხვა მოსამართლე არ აკვავს, სხვა პროკურორი არ აკვავს. არავინ არ არის, მხოლოდ ღმერთია ჩვენი მსჯავრდებელი, იმან გაგვამართლა, ის მოკვდა ჩვენთვის. და ვინ? და თუ ეშმაკი ჩემ პროკურორად იქცა და მოსამართლედ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ
მე ქრისტეს ზურგი შევაქცია, მე ქრისტეს უღალატე და ჩავარდი ისევ მის ხელში, ვისგანაც გამომიხსნა. ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც. იგია ღვთის მარჯვნივ და მეოხი ჩვენი. და ის ვინც მოკვდა ჩემთვის, მკვდრად კი არ დარჩა. მღვდელმთავრად მარჯვნივ, სრული, ანუ მარჯვნივ ნიშნავს ზეღმერთი ხო ღმერთია და ადამიანად თუ მოვიდა, ის ადამიანიც ეს არის ხო ჩვენი წმენა, რომელიც მე დავინახე, რომელიც სისხლახორცს ვიღებ, რომელიც ღმერთთან გონება მიუწვდომლად არის შეერთებული იპოსტასურად, აი ეს ადამიანის მარჯვნივ დაждდა ნიშნავს სრულ ძალაუფლებაში, სრულ საღვთო ძალაუფლებაშია და მეოხია, ანუ მღვდელმთავარია ჩვენი, მეოხი, მუდამ, ჩემზე მეოხი ნიშნავს ჩემზე ზრუნავს სულ, მუდამ. არ არსებობს წამი, რომ ქრისტე ჩვენზე არ ზრუნავდეს. ვინ განმაშორებს ჩვენ სიყვარულსა, მას ქრისტესა, ვინ განმაშორებს? და მე ჭირმან, ანუ იწროებამ, დევნან, შიმშილმა, შიშლოებამ, ანუ ურვამ, ანუ მახვილმან არ არსებობს ძალა, რომელიც ღვთის სიყვარულს განმაშორებს. და მე ძველი აღთქმის სიტყვებს იგონებს პავლე მოციქული, ვითარცა წერილ არს, შენთვის მოვწყდებით ჩვენ მარადღე და შევირაცხენით, ვითარცა ცხოვარნი, ყლადნი. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ღმერთი განკაცებული არ იყო, რა იყო იდეალი მორწმუნისა. სიყვარული, თავგანწირვამდე სიყვარული ღმერთისა. გესმით? აი ესეთები არიან ნამდვილი მორწმუნეები. არამედ ამას ყოველსა ზედა ვძლევთ ჩვენ მის ამ ყველაფერს ვძლევთ, ყველაფერს დავამარცხებთ, ჩვენ დაუმარცხებელნი ვართ და ვძლევთ ჩვენ ვის მიერ, მის მიერ, რომელმანცა იგი შეგვიყვარა და მე ეს საოცარი სიტყვები კვლავ რამე თუ მწამს მე ვითარმეთ არცა სიკვდილმა, ანუ სიკვდილის შიშმა თუნდაც, ან გარდაცვალებამ. გესმით, არ აქვს მნიშვნელობა რა მდგომარეობაში იმყოფები, არ აქვს აბსოლუტურად. არცა სიკვდილმა, არცა ცხოვრებამ, ანუ ამ ცხოვრება თავის საცდურებით. არცა ანგელოსთა, არცა მთავრობართა, არცა ძალთა, ანუ აქ ჩამოთვალა ანგელოსთა ძალები. და მათ შორის აქ შეიძლება თუნდაც დემონური ძალები იგულისხმო. პავლე მოციქული არ ამბობს ახლა, როცა ამბობს ანგელოზი, მთავრობანი, ძალნი და ამ შემდეგ ანგელოსთა იერარქიებს ჩამოთვლის, არ ამბობს მაინც და მაინც დემონები. თვით ის ანგელოზებიც კი, რომელიც სრულ ძალაუფლებაში არიან, ხო, ისიც კი ვერ ჩადგება ჩემსა და ღმერთშუა, იმიტომ ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ მას არაფერი აინტერესებს, ანგელოზებიც არ აინტერესებს, პირდაპირ ღმერთთან უნდა ერთობა. მაგრამ როცა ამას ამბობს პავლე, ეშმაკი ვიღა არის? ეშმაკი საერთოდ აქ როგორ შეიძლება, რომ ეშმაკი საერთოდ აქ რამეთ ჩავთვალოთ, გესმით? ის როცა გვებრძვის ღვთის განგებულებით, გვერდვის იმიტომ რომ ცოტა გამოვხიზლდე. მე რომ ცეცხლი მქონდეს ღვთისადმი სიყვარულისა გულში, ეშმაკი საერთოდ ვერ მომეკარება. ესე ამბობს, თქვა, ბევრი წმინდა მამა, ბევრი მოღვაწე, თუნდაც ახლა ეფრემ არიზონელი ის ორიგინალი არ არის, რა თქმა უნდა, ორიგინალური ამასში ძალიან ბევრი ძველი მამებიც ამბობდნენ. გავარვარებულ ტაფაზე ბუზები ვერ ჯდებიან. გესმით? ცივტაფაზე ჯდებიან. შენ რო გულმხურვალე იყო, რას მოგეკარება საერთოდ? გესმით? და რო გვეკარება, რომ გვებრძვის აზრებით, ვნებებით, გულის სიტყვებით, გულის თქმებით, სხვა ადამიანების საშუალებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სისუსტეა. თორე ის იბრძვის, მაგრამ თუ მე სადღაც მარყევს, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. ამიტომ ამბობს, რომ ვერაფერი არ არსებობს, ვერანაირი ანგელოსთა ძალები, არცა ამ სოფელმან, არცა მან სოფელმან, ანუ არც დღევანდელმა დღემ, არც ხვალინდელმა დღემ, აწყობ მომავალმა, არც იმაღლეთა, არც სიღრმეთა, ანუ თუ კი რამე არსებობს სამყაროში. არ არსებობს სამყაროში, ხო, არ არსებობს წინ, უკან, დაბლა, ქვემოთ, არც ხვამა დაბადებულმან რაიმე შემიძლოს, ანუ შეუძლია შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღვთისასა, რომელაც ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. ამინ. ეს სიტყვები არის თითოეული ჩვენგანისათვის, როცა ჩვენ ვერ ვართ ისე როგორც უნდა ვიყოთ, სილის გაწნა, ცივი წყლის გადასხმა და გვაყენებს უდიდესი პასუხისგებლობის წინაშე, იმიტომ რომ პავლე არ იყო არც ანგელოზი, არც რაღაცა, რა ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანი. აი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი. შემცდარიც თავის დროზე. ანუ მასში იყო შეცდომის შესაძლებლობას, ტკივილიც არსებობდა, ესე იგი, იტანჯებოდა, ავადმყოფობას ტანჯავდა. ანუ ჩვეულებრივი ადამიანი აი ესე მდგომარეობაში არის მოსული, რასაც ჩვენ ვკითხულობ და ცხოვრებითაც დაადასტურა, იმიტომ
რომ გადაწყვიტა ქრისტეს ერთგულება, იმის მერე მას უკან აღარ დაუხევია და გახდა ასეთი. და მეუბნება, რომ აი ეს შესაძლებელია. და ეკლესია მე ნიმუშად მაძლევს. აი შესაძლებელია მეუბნება. ოღონ უკან არ დაიხია. თანაშეს მე ღმერთი აკეთებს ყველაფერს. შეგვეწია სუფალი, რომ გაცოცხლებული იყოს ჩვენში ის, რისთვისაც მოგვიწოდა ჩვენმა უფალმა ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.